ტანკი, რომელიც დაფრინავს, წყალქვეშა ნავი, რომელმაც თითქმის ჩერნობილის მსგავსი კატასტროფა გამოიწვია, ლაზერული ტანკი, რომელიც იმდენად საშიში იყო, რომ საერთაშორისო კანონით აიგრძელა. დიახ, საბჭოთა კავშირმა ეს ყველაფერი მართლაც შექმნა. დღეს ვნახავთ საბჭოთა კავშირის ყველაზე უცნაურ და დაუჯერებელ მანქანებს, ბირთვული ზარბაზნებიდან დაწყებული გიგანტური ხრახნებით მოძრავ სატვირთოებამდე დამთავრებული. ზოგი შიშის მომგვრელი იყო, ზოგი სასაცილო და რამდენიმე მათგანს რომ ემუშავა, შეიძლება ისტორიაც კი შეცვლილიყო. თუ ერთ-ერთ ამ ტექნიკის მხოლოდ ერთხელ მართვის შესაძლებლობა გექნებოდა, რომელს აირჩევდი? ფრინავ ტანკს თუ ზღვის ზედაპირზე მცურავ საბრძოლო თვითფრინავს? დაწერე კომენტარებში შენი არჩევანი და არ დაგავიწყდეს, გამოიწერო არხი და გააქტიურა ზარის ღილაკი. დავიწყოთ. რა ხდება მაშინ, როდესაც ზარბაზანი იმდენად ძლიერია, რომ საკუთარ თავს ანადგურებს? 1957 წელს, როდესაც ცივი ომის დაძაბულობა პიკს აღწევდა, საბჭოთა კავშირმა შექმნა 2B1 ოკა, 20 მეტრიანი გიგანტი, რომელიც 420 მმ-იან ბირთვულ ჭურვებს ისროდა. თითოეული მათგანი 725 კილოგრამზე მეტს იწონიდა. მას შეეძლო ბირთვული აფეთქება 45 კილომეტრის სიშვერეზე განეხორციელებინა. მაგრამ მას ერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა. უკუცემო იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ გასროლაშიც გადაცემათა კოლოფი სერიოზულად ზიანდებოდა. გადატვირთვა 5 წუთს ანდომებდა და მანქანა თითო გასროლის მერე კარგ ზიანს იღებდა. ეს უფრო შოუსთვის იყო, ვიდრე საბრძოლო იარაღი. ერთი გასროლა და ნახევარი ტანკი უორგისია. მალევე რაკეტებმა შეცვალეს ასეთი გიგანტები და ოკამ შვიდად გაქრა საბჭოთა რადარებიდან. დიდი ყოველთვის არ ნიშნავს კარგს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საკუთარ თავს ანადგურებს. ახლა წარმოიდგინე ტანკი, რომელსაც 13 ძლიერი ლაზერული რუბინის კრისტალი აქვს. ეს ზღაპარი არაა, ეს რეალობაა. 1G17 შატია იყო საბჭოთა პროექტი 1970-იან წლებში, რომელიც მიზნად ისახავდა მტრის სამიზნეების გათიშვას და ჯარისკაცების დაბრუნებას ძლიერი ლაზერული სხივებით. ყოველი რუბინის ლინზა 30 კილოგრამს იწონიდა, ამიტომ ტანკის წარმოება ძალიან ძვირი ჯდებოდა. კარგი ისაა, რომ ეს ლაზერი ეწინააღმდეგებოდა ჟენევის კონვენციის წესებს, რადგან სამუდამოდ დაბრუნებდა ხალხს. მაღალი ტექნოლოგიების ტერორი, რომელიც მისივე შექმნის გამო აკრძალეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პროექტი სამუდამოდ შეაჩერეს, მაგრამ ამანაჩვენა თუ რამდენად მზად იყვნენ მეცნიერები ასეთი ტიპის იარაღების დასამზადებლად. ინოვაცია სულიერი საზღვრების გარეშე მალე იწვება. ბომბდამშენი, რომელსაც 5 პატარა საბრძოლო თვითმფრინავი გადაყავს, გიჟურა ჭირს, მაგრამ ეს ასე იყო. 1930-იან წლებში საბჭოთა ინჟინერებმა დაიწყეს სვენო პროექტი, რომელსაც ჯაჭვის კავშირი ერქვა. მათ სურდათ საჰაერო ბომბდამშენები დედა ხომალდებად ექციათ. გეგმა იყო, რომ ფრენის დროს დაკავშირებულიყვნენ პატარა საბრძოლო თვითმფრინავებს, ჩაესხათ საწვავი და გაეშვათ ბრძოლის ველზე გამზადებული. მან იმუშავა, მაგრამ მხოლოდ მოკლე ვადით. მეორე მსოფლიო ომის სწრაფმა ტექნოლოგიებმა ის მალე მოძველებული გახადა. ის შეიძლება დაფრინავდა, მაგრამ პოპულარული ან გავრცელებული არასდროს გამხდარა. და არა, არც საბჭოთა საჰაერო ცირკს არ შეერთებია, თუმცა შეიძლებოდა. ხანდახან კარგი იდეები თავიანთ დროს უსწრებენ. მას ჰქონდა ფრთები, კუდი და ტანკის ვიზუალი, მაგრამ წარმატების შანსი არა. 1952 წელს საბჭოთა დიზაინერმა ოლეგ ანტონოვმა პატარა ტანკს ბიპლანის ფრთები მიამაგრა. გეგმა იყო, რომ ბომბდამშენის უკან ეფრინა. ბრძოლაში ჩაშობულიყო, მერე ფრთებს მოიშორებდა და იბრძოლებდა. მულტფილმს გავს, მაგრამ ის ნამდვილად დაფრინავდა. ცოტა ხნით. ერთადერთი გამოცდის დროს წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ თითქმის ჩამოაგდო ბომბდამშენი, რომელსაც ის გადაჰყავდა. ტანკი ძლივს გადარჩა. ნახევარი თვითმფრინავი, ნახევარი ტანკი, სრული ქაოსი. როდესაც იარაღის მიწოდების უფრო უსაფრთხო გზები გამოჩნდა, A40 ჩამოაგდეს, როგორც ჰაერიდან, ასევე გეგმებიდან. ზოგი იდეა არასდროს იფრენს და ალბათ არც უნდა იფრინოს. Mi-10 იყო საბჭოთა ვერტმფრენი, რომელიც 1950-იან წლებში შექმნეს. ის გავდა მფრინავ ობობას და შეეძლო დიდი სტრუქტურების გადატანა. მას ჰქონდა დაახლოებით 9 მეტრიანი გრძელი ფეხები, რაც საშუალებას აძლევდა ეწია უზარმაზარი ტვირთები, ავტობუსები, სატვირთო მანქანები და პატარა შენობებიც კი. ეს ფეხები ეხმარებოდა ტვირთის აღებაში, რომელსაც სხვა ვერტმფრენები ვერ ახერხებდნენ. Mi-6 შიგნიდან შეეძლო 13 ტონის გადატანა, ხოლო Mi-10 15 ტონის, თანაც გარედან. ეს არ იყო სწრაფი ტრანსპორტი, თუმცა მას უზარმაზარი ტვირთის გადატანა შეეძლო. მხოლოდ 55 ეგზემპლარი იქნა დამზადებული, მაგრამ ზოგს 2013 წლამდე იყენებდნენ, რაც ამტკიცებს, რომ უცნაურ ტექნიკასაც დიდი ძალა აქვს. არასოდეს დაიგნორო უშნო მანქანა, რომელსაც თავისი საქმე კარგად გამოსდის.
ეს შეიძლება გამხდარიყო მეორე ჩერნობილის შემთხვევა ოღონდ წყალქვეშ. 2011 წელს, როცა საბჭოთა კავშირის ბირთვულ წყალქვეშა ნავს K-84-ს რემონტი უტარდებოდა, მას ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა გარშემო არსებულ კონსტრუქციაზე და საფრთხე შეექმნა 4 ბირთვულ რაკეტასა და 2 რეაქტორს. წყალქვეშა ნავი მთელი დღე იწვევდა. რაკეტები რომ აფეთქებულიყო, ის ჩერნობილის დონის ბირთვულ კატასტროფას გამოიწვევდა. ფოლადის მოჩვენება, რომელიც ბირთვულ აფეთქებასთან ძალიან ახლოს მივიდა. საბედნიეროდ კატასტროფა თავიდან აიცილეს, მაგრამ მის სონარის სისტემას, რომლის დიდი ნაწილიც აალებადი სითხით იყო სავსე, თითქმის ცეცხლი წაეკიდა. იარაღსა და უყურადღებობას ერთად არ უნდა ქონდეს ადგილი, არასდროს. M15 ბელფიგური ითვლება ყველაზე უშნო თვითმფრინავად, მაგრამ მას ჯეტის რავები ჰქონდა. ის 1990 წელს საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფ პოლონეთში აშენდა და პროპელერის ნაცვლად რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი. რეაქტიული ძრავი ჩვეულებრივ სწრაფი თვითმფრინავებისთვისაა, მაგრამ ეს ნელი სასოფლო სამეურნეო თვითმფრინავი მხოლოდ 215 საზღვაო მილს დაფრინავდა და ძალიან რთული იყო მისი მოვლა. მას შეეძლო 3 ტონა პესტიციდის გადატანა, მაგრამ ის ძვირი და რთული იყო, ძველ ან ორთან შედარებით. იგი გარეგნულად შთამბეჭდავი, მაგრამ ფერმებში გამოუსადეგარი იყო. დამზადება სწრაფად შეწყდა. ზოგი ინოვაცია ვერ იკიდებს ფეხს. თუ მოგწონს ასეთი ვიდეოები, შეგახსენებ, რომ გამოიწერო არხი და დაალაიქო ვიდეო. წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, რომელიც წყლის ზედაპირიდან სულ რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა დაფრინავს, 547 კმ/სთ და არც კი შორდება ზედაპირს. ლუნ კლასის ეკრანოპლანი იყო საბჭოთა ჰიბრიდი, ნავისა და თვითმფრინავის. ის მიწის ეფექტს იყენებდა, რათა ტალღების ზემოთ გადაადგილებულიყო ძალიან სწრაფად და შეუმჩნევლად. ის იყო 73 მეტრი სიგრძის და ჰქონდა 8 ტურბოჯეტი ძრავი. შეეძლო 100-ზე მეტი ჯარისკაცის ან რაკეტის გადატანა. ზედა ნაწილზე კი დიდი 6 რაკეტის ლანჩერი იდგა. ეს იყო ზღვის მონსტრი, რაკეტებით, ხომალდებზე უფრო სწრაფი და თითქმის უხილავი. მხოლოდ ერთი პროტოტიპი დაფრინავდა საბჭოთა კავშირის დაცემამდე, რის შემდეგაც პროექტი შეწყდა, მაგრამ იგი დღემდე ცნობილია სამხედრო ლეგენდებში. მისი სიჩქარე, ზომა და ცეცხლის ძალა მას მტრისთვის სამმაგ მუქარად აქცევდა. დაივიწყე უცხოპლანეტელების თებში. საბჭოთა კავშირმა თავისი მფრინავი თებში შექმნა. ეგი პროექტი 1978 წელს დაიწყო. ეს იყო ფრთის ფორმის ოვალური მანქანა, რომელიც ჰაერის ბალიშის ტექნოლოგიას იყენებდა მიწიდან და წყლიდან ასასვლელად. მისი ტურბოჯეტი ძრავი ჩვეულებრივ თვითმფრინავებთან შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარდა, მხოლოდ მე-13 კილომეტრზე. მისი უნიკალური დიზაინის გამო მას შეეძლო 400 მგზავრის ან მანქანების გადატანა ადამიანებთან ერთად, მაგრამ პოლიტიკამ და საბჭოთა კავშირის დაცემამ მას ხელი შეუშალა. ეს პროექტი რო გაგრძელებულიყო, დღეს მსოფლიო აეროპორტები ძალიან განსხვავებული იქნებოდა. ინოვაციის ყველაზე დიდი მტერი, არასწორი დრო. სანამ ვარსკვლავური ომები კინოთეატრებში გამოვიდოდა, საბჭოთა კავშირში უკვე არსებობდა თვითმფრინავი, რომელიც Millennium Falcon-ს გავდა. მარტინი VV-14 შექმნილი 1972 წელს. წყლიდან ვერტიკალურად ფრინდებოდა და შეეძლო ან მაღლა ფრენა 33000 ფუტზე, ან ოკეანის ზედაპირის მახლობლად სრიალი შენიღვის ეფექტის გამოყენებით. მის ფიუზილაჟზე 2 დიდი კაფსულა წარმოქმნიდა ჰაერის ბალის, რაც ეხმარებოდა თავიდან აერიდებინა წყალქვეშა რაკეტები, რომლებიც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირს ემუქრებოდა. ეს იყო სამეცნიერო ფანტასტიკის სტილში შექმნილი ხომალდი, რომელიც ჩუმად გადაადგილებასა და გადარჩენაზე იყო ორიენტირებული. თუმცა ვერტიკალური აფრენის ძრავები არასდროს დაყენებულა და პროექტი შეჩერდა, როცა დიზაინერი გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, VV-14-ის მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს. ამ დროს დიდი დოზით გაუსწრო და მომავალთან ძალიან ახლოს ფრენაცადა. როდესაც ყველგან მავალ მანქანას წარმოვიდგენთ, თავში უზარმაზარი ბრუნვები მოგდის, მაგრამ რა მოხდება თუ მას გიგანტურ ხრახნებს დავუმაგრებთ? საბჭოთა ZVM 2009-1 აერთიანებდა უაზის ფურგონის კაბინას 2 უზარმაზარ ხრახნულ ძრავთან ერთად. ეს ხრახნები მას საშუალებას აძლევდა გადაელახა ჭაობები, ტალახი და წყალზეც კი ეცურა. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან მავალ ZVM 2009-1 152 ცხენის ძალა ჰქონდა, ის ხმელეთზე მხოლოდ 15 მილ/საათში დადიოდა, ხოლო წყალში მხოლოდ 6-ით. ის ნელი იყო, მაგრამ შეუჩერებელი უცნაური საბჭოთა გამოგონება. შთაგონებული იყო ამერიკული დიზაინებით, მაგრამ ჩვეულებრივ მანქანებს ვერ ეწევდა და მალე მიატოვეს. ზოგჯერ ინოვაცია უბრალოდ წრეზე დადის. წარმოიდგინეთ თვითმფრინავი ისეთი დიდი, რომ მისი ფრთების სიგანე თითქმის 51 მეტრი იყო, უფრო დიდი ვიდრე B-52 ბომბდამშენის. საბჭოთა კალინიან K7 შექმნილი 1930-იან წლებში იყო 27 ტონიანი მფრინავი ციხესიმაგრე, რომელსაც გადაჰყავდა ჯარები, ბომბები ან ორივე ერთად. 120 ჯარისკაცი ან 21 ტონა ასაფეთქებელი.
თავდაპირველად მას 7 პროპელერი ჰქონდა, მაგრამ სიმძიმის გამო მშენებლობის დროს კიდევ 2 ძრავის დამატება გახდა საჭირო. ეს იყო გიგანტური თვითმფრინავი, რომელიც ასევე უსწრებდა თავის დროს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. მხოლოდ ერთი პროტოტიპი გამოუშვეს და ისიც გამოცდების დროს ჩამოვარდა და დაიწვა. დაასრულა დიდი ოცნება, რომელიც მაშინდელი ტექნოლოგიებისთვის რთული იყო. ზოგჯერ დიდი ამბიციები წარუმატებლობით მთავრდება, სანამ წარმატებას არ მიაღწევენ. ტანკი სახელად ცარი გიგანტი მანქანა იყო, სიგანეში 9 მეტრი, უზარმაზარი ბორბლებით და 18 მეტრის სიგრძის კორპუსით. ის აიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს. მას 2 დიდი ქვემეხი და ტყვიამფრქვევები ჰქონდა ყველგან, ზედა ნაწილში, ქვემოთ და უზარმაზარ ბორბლებთან. ის შექმნილი იყო თხრილების და ტყეების გასანადგურებლად. მაგრამ პატარა უკანა ბორბალმა ვერ გაუძლო წონას და ტესტირების დროს ტალახი ჩარჩა. ტანკი იქ გაიჭედა. ახლა ის ჟანგიან რკინად არის დარჩენილი და ითვლება გადაჭარბებისა და ცუდი ინჟინერიის სიმბოლოდ. დიდ იდეებსაც კი სჭირდებათ მყარი საყრდენები. როდესაც საბჭოთა რაკეტები ზომაში გაიზარდა, მაზის ტვირთმზიდებიც კიდევ უფრო დიდი გახდა. 1954 წლიდან მინსკში მდებარე მაზის ქარხანაში დაიწყეს დიდი ყველგანმავალი ტვირთმზიდების წარმოება, როგორიცაა მაზ 529, რომელიც 34 ტონას მარტივად ძრავს. რაკეტების ზრდასთან ერთად გამოჩნდნენ მაზ 535 და მაზ 553, დიდი 8 ბორბლიანი მანქანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით იარაღი გადაჰქონდათ. შემდეგ გამოჩნდა 7907 უზარმაზარი მეგასატვირთო მანქანა 24 ბორბლით და 30 მეტრის სიგრძით რაკეტების გადატანისთვის, რომლებიც 200 ტონამდე იწონიდნენ. ეს არ იყო უბრალო თვითმზიდი, ეს იყო საბრძოლო ხომალდი ხმელეთზე. მხოლოდ რამდენიმე პროტოტიპი შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაცემამდე, მაგრამ ისინი საოცარი ინჟინერული მიღწევებია. როდესაც ძალა იზრდება, ბორბლები მრავლდება.